გამარჯობა ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მე ნათია ვარ, ეს კი ჩემი YouTube-ის არხია, რაც დარწმუნებული ვარ უკვე იცით, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს და თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, მაშინ ვიდეოს ქვეშ რომ აი ასეთი ნიშანია subscribe, მას დააწყობუნეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩებათ. რაც შეეხება დღევანდელ გაკვეთილს, დღეს მე მინდა რომ აქ ჩვენ ვისწავლოთ ის გამონათქვამები, რომელიც უკავშირდება სიტყვას have. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიტყვა have ნიშნავს ქონას, ანუ ყოლას, როდესაც ჩვენ გვყავს და ან ძმა, ან როდესაც ჩვენ გვაქვს მანქანა, მაგრამ სიტყვა have ქონა ყოლის გარდა კიდევ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. და მოდით ზუსტად ესენი ვისწავლოთ ახლა ჩვენ დღეს. დამაშასე. პირველი. have იგივე ქონა ყოლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც საუბრობთ ტკივილზე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად ტკივა თავი, რომ ტკივა კბილი და ასე შემდეგ. აი ნახეთ მაგალითად, ინგლისურად თავი მტკივა იქნება ასე. I have a headache. ნახეთ, headache არის თავის ტკივილი, ხოლო მე მტკივა თავი იქნება ასე. I have a headache. ანუ ფაქტიურად ჩვენ ვამბობთ მე მაქვს თავის ტკივილი. ან მაგალითად, როდესაც ვამბობთ კბილი მტკივა, ჩვენ ამას ინგლისურად ვამბობთ ასე. I have a toothache. Toothache არის კბილის ტკივილი, ხოლო I have a toothache უკვე ნიშნავს კბილი მტკივა. Okay? ანუ haves ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენ რამე გვტკივა და ვამბობთ, რომ მე მაქვს აი ამის ტკივილი. მეორე. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ბავშვის გაჩენა ინგლისურად არის to have a baby. მაგალითად, თუ კი ვამბობთ, რომ მას ბავშვი ეყოლება, მას ბავშვი უნდა ეყოლოს, ინგლისურად ეს იქნება ასე. She's going to have a baby. Okay? She's going to have a baby. მას ბავშვი უნდა ეყოლოს, მას ბავშვი ეყოლება. ან მაგალითად, აი, როდესაც გვაქვს ასეთი წინადადება, she had a baby last month. ეს ნიშნავს, რომ მას ეყოლა ბავშვი გასულ თვეს, რომ მან შვილი გააჩინა, მან ბავშვი გააჩინა გასულ თვეს. Okay? She had a baby last month. აქ უბრალოდ ჩვენ თქვით had, იმიტომ რომ had არის სიტყვის have-ის წარსული ფორმა. ხო? და მესამე. have ასევე ნიშნავს ჭამას, მირთმევას და სხვათა შორის დალევასაც. აი მაგალითად ნახეთ, have a breakfast არის საუზმის მირთმევა, ანუ საუზმობა. Have a lunch არის ლანჩობა, ლანჩის მირთმევა. Have a dinner არის სადილობა. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ I'm having a breakfast now. ახლა მე მივირთმევ საუზმეს. ან მაგალითად, I'm having a dinner now. ახლა მე მივირთმევ სადილს. Okay? და როგორც გითხარით, have ასევე არის დალევა, მირთმევა, აი როდესაც ჩვენ ვსვამთ ყავას. აი ნახეთ, მე ვამბობ ასე. I'm having coffee now. მე ახლა მივირთმევ ყავას. ანუ მე ახლა ვსვამ ყავას. Okay? აი როდესაც სიტყვაზე რესტორანში ვართ და მიმტანი გვეკითხება რას მივირთმევთ და ჩვენ რომ მეუბნებით მე ერთ ფინჯან ყავას მივირთმევ, ამას ინგლისურად ვეტყვით ასე. I'll have a cup of coffee. Okay? I'll have a cup of coffee. ან have ნიშნავს ჭამას, მირთმევას და ასევე დალევას, როდესაც საუბრობთ